მოგესალმებით კლაუს, მიხარია რომ გმასპინძლობთ. მოხარული ვარ რომ მომიწვიეთ და მადლობა თქვენ ამისთვის. სანამ ჩვენ დღევანდელი გადაცემის მთავარ თემებს შევეხებოდეთ, მინდა გთხოვოთ რომ მოკლედ მოუყვეთ ტელემაყურებელს თქვენ შესახებ. ასე უთხრათ თქვენი სლოგანის შინაარსი, რომელიც ჟღერს შემდეგნაირად: იფიქრე გადაადგილებაზე განსხვავებულად. მე გახლავართ კლაუს დერმახერი, პროფესიით კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ამავე სფეროში მაქვს მიღებული დოქტორის ხარისხი გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება მობილურობის ტრანსპორტირების სფეროს, მე ამ თემით დავინტერესდი დიდი ხნის წინ და დავაარსე კომპანია, რომელიც ფოკუსირებს ტრანსპორტირების სფეროში ჰოლისტიკური კომპლექსური მიდგომების განვითარებაზე. მე როდესაც ვაანალიზებდი იმას, თუ როგორი მიდგომები იყო მობილურობის თემაზე, აღმოაჩინე, რომ არსებული მიდგომები არ იყო კომპლექსური და არ ხდებოდა ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. სწორედ აქედან წამოვიდა ჩემი სლოგანი: იფრინე მობილურობაზე განსხვავებულად. პირველი თემა, რომლითაც მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი, შეეხება სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით შექმნილ დაბინძურებას, რომელზეც საუბარია თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში, სადაც აღნიშნავთ შემდეგს: სატრანსპორტო სისტემის მიმართ ჰოლისტიკური ხედვა გადამწყვეტია ამ სფეროს მიერ ეკოლოგიაზე ზემოქმედების სწორად შესაფასებლად. გთხოვთ, უფრო მეტი გითხარით თქვენი ანალიზის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავს ავიაციის სფეროს. როდესაც ვსაუბრობთ ტრანსპორტირებაზე, აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, თუ რა ტრანსპორტირების სახეობები არსებობს. ეს არის რკინიგზა, სახმელეთო ტრანსპორტი, ავიაცია და საზღვაო ტრანსპორტი. ტრანსპორტირების სფეროების კომპლექსური ანალიზის დროს პირველ რიგში განვიხილავთ ტრანსპორტის თითოეულ სახეობის ძირითად საშუალებებს, როგორიცაა მატარებელი, ავტომანქანა, თვითმფრინავი და გემი. შემდეგ აქ მხედველობაში მიიღება ენერგია, რომელიც საჭიროა გადასაადგილებლად, როგორიცაა დიზელი, ბენზინი, ელექტროენერგია და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ანალიზში, სადაც განხილულია ტრანსპორტის ეკოლოგიური ზემოქმედება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ტრანსპორტის საშუალებების მიერ ენერგიის გამოყენების შედეგად შექმნილი დაბინძურება, რაც არასწორია, რადგან ტრანსპორტირების თითოეულ სახეობას სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ენერგიასთან ერთად ესაჭიროება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რკინიგზის სადგური, აეროპორტი, პორტი და ავტომანქანების პარკირების ადგილი. ამავე დროს ჩვენ გვესაჭიროება დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სარკინიგზო ხაზები, სახმელეთო გზები, ტუნელები და ხიდები და უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა შუქნიშანი, ვიდეოკამერების, სათვალთვალო სისტემა, რადარები და სხვა. საჭირო აღინიშნოს, რომ საავიაციო ტრანსპორტირებისთვის არ გვჭირდება დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა, რადგან მთავარი დამაკავშირებელი არის ჰაერი, ისევე როგორც საზღვაო ტრანსპორტირებისთვის მთავარი დამაკავშირებელი წყალია და ამ მიზნებისთვის არაფრის აშენება არ არის საჭირო. ტელემაყურებელს მოდით უფრო მარტივად ავუხსნათ. თქვენი ანალიზით ამტკიცებთ, რომ სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას უფრო ცუდი გავლენა აქვს ეკოლოგიაზე, ვიდრე ეს საზღვაო ტრანსპორტის და ავიაციის შემთხვევაში. ეს ასეა? აბსოლუტურად ასეა, განსაკუთრებით გამონაბოლქვების კუთხით. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რკინიგზას და სახმელეთო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის შექმნას, ძალიან დიდი რაოდენობით რკინა, ალუმინი, ბეტონი და სპილენძი ესაჭიროება, რომელთა წარმოებისას წარმოიქმნება დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი და სწორედ ეს ახდენს გარემოს დაბინძურებას. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 1 ტონა ფოლადის წარმოებისას 2 ტონა ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, ხოლო ალუმინის და სპილენძის წარმოებისას კიდევ უფრო მეტი რაოდენობით ხდება ნახშირორჟანგის გამოყოფა. ცოტა ხნის წინ თქვენ გამოაქვეყნეთ ძალიან საინტერესო ანალიზი, რომელიც შეეხებოდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს და მის ეფექტიანობას, გადაზიდული ტვირთების ღირებულების გათვალისწინებით. რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საჰაერო სატვირთო გადაზიდვების განვითარება და რა პერსპექტივა აქვს მას როგორც გლობალური ტრანსპორტირების ერთ-ერთ საკვანძო მექანიზმს? როდესაც საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე ვსაუბრობთ, აქ ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი უნდა შევაფასოთ: ერთი გადაზიდული ტვირთის რაოდენობა და მეორე ტვირთის ღირებულება. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ ჰაერით გადაზიდული ტვირთის რაოდენობა გლობალურად გადაზიდული ტვირთის 1%-ია, ხოლო დანარჩენი 99% გადაიზიდება ზღვით და რკინიგზით. ამ ციფრებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვა არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ასე არ არის და მის დამადასტურებლად შემოდის მეორე პარამეტრი, როგორიც
როგორიცაა გადაზიდული ტვირთების ღირებულება. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების 1%-ის ღირებულება არის გლობალური ტვირთბრუნვის 35%-ის ექვივალენტი. საჰაერო გზით გადაზიდული 1 ტონა ტვირთის საშუალო ღირებულება 150.000 ევროს შეადგენს, როდესაც გემებით გადაზიდული 1 ტონა ტვირთის ღირებულება საშუალოდ 2500 ევროა. მატარებლებით გადაზიდული ტვირთის ღირებულება კი უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ეკონომიკური განვითარებისთვის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეც ვფიქრობ, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების განვითარება მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებითაც, რომ ავიაციას ეკოლოგიის დაბინძურების გაცილებით ნაკლები დონე აქვს. მე მინდა შევეხოთ ავიაციაში ენერგიის სხვადასხვა სახეობებს და კითხოთ, თუ რამდენად რეალისტურია ალტერნატიული საწვავის ფორმები და რომელიც შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ ვიცით, რომ დღეისათვის თვითმფრინავები მოიხმარენ საავიაციო ნავთს, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი აქვს და ჩვენ უახლოესი 10 წლეულები ვერ მოახერხებთ ნავთის მოხმარებისგან სრულად ამოღებას, რადგან იგი ეფექტური ენერგომატარებელია. მე არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ელექტრობატარეებზე მომუშავე თვითმფრინავების შექმნას, რომელიც ფრენებს შეასრულებენ შორ მანძილზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბიოსაწვავი შეიძენს ძალიან დიდ მნიშვნელობას. როგორც მოგეხსენებათ, მდგრადი ბიოს ავიაციო საწვავი შეიძლება დამზადდეს ყველაფრისგან, რაც შეიცავს ნახშირბათს და ასევე საჭიროებს მწვანე ელექტროენერგიას. ბიოსაწვავს სწორედ იგივე ეფექტი აქვს, როგორც საავიაციო ნავთს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ბიოსაწვავის წარმოების გაზრდა, რათა დაკმაყოფილდეს ბაზარზე არსებული მოთხოვნა. IATA-ს გათვლებით 2050 წელს გლობალურად 1500 ჯერ მეტი ოდენობის ბიოსაწვავის წარმოება დაგჭირდება, ვიდრე დღეს მას ვაწარმოებთ. რას ფიქრობთ? რამდენად რეალისტურია, რომ 2050 წელს ავიაციაში მივახცევთ გამონაბოლქვების ნულოვან დონეს? მე არ მომწონს გამოთქმა გამონაბოლქვის ნულოვანი დონე, რადგან არსებობს ნახშირბადის წყარო, რომლის მიყვანა შეუძლებელია წმინდა ნულოვან დონემდე. მაგალითად, ცემენტის წარმოება ხდება ქიმიური ნაერთების და ნივთიერებების სინთეზის შედეგად და აქ არაფერ შუაში ენერგიის მოხმარება. ავიაციასთან მიმართებაში ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ საავიაციო ნავთის მოხმარება, რაც არის გამონაბოლქვის წყარო. მე ვიზიარებ თქვენ პოზიციას, რომ ელექტრობატარეებზე მომუშავე თვითმფრინავს ვერ ვიხილავთ უახლოეს მომავალში, მაგრამ დღეისათვის ძალიან აქტიურად გამოიყენება ელექტრომანქანები სხვა აეროპორტებში და უფრო მეტი აეროპორტები გადადის ამ სისტემაზე. მინდა კითხოთ, რამდენად ეკომეგობრულია ეს ელექტრომანქანები? ელექტროტრანსპორტზე უამრავი კვლევა მაქვს ჩატარებული და აქ მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ ელექტროენერგიის წარმოებაზე, რომელიც საჭირო ამ ტიპის ტრანსპორტისთვის. ელექტროენერგია ეკომეგობრულია, თუ ის იწარმოება მზის ბატარეების, ქარის სადგურების და ჰიდროლოგიური ჰესების მეშვეობით. ცხადია, აქ ვერ მივახცევთ გამონაბოლქვის ნულოვან დონეს, რადგან ამ ინფრასტრუქტურის შექმნასაც სჭირდება მასალების წარმოება. აქ ასევე შემოდის მეორე კომპონენტი, როგორიცაა ბატარეები, რომელიც საჭირო ელექტრომანქანებისთვის და მაგალითად 100 კილოვატიანი. ბატარეის წარმოებისას ხდება დაახლოებით 6-დან 8 ტონამდე ნახშირბადის გამოყოფა. შეიძლება ელექტრომანქანა ნაკლებად დამაზიანებელია იმ ქვეყანაში, სადაც გამოიყენება, მაგრამ მისი ბატარეის წარმოების ქვეყანა საკმაოდ დიდ ნეგატიურ ეფექტს განიცდის ბატარეის წარმოების დროს ნახშირბადის გამოყოფის შედეგად. შესაბამისად, როდესაც გამონაბოლქვების ნეგატიურ ეფექტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ გლობალურ და არა მხოლოდ ლოკალურ ჭრილში. და ბოლოს მინდა კითხოთ ისეთ ქვეყანებზე, როგორც საქართველოა. როგორ უნდა შექმნას მაქსიმალურად ეკომეგობრული ტრანსპორტირების სისტემა? ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მომიწვიეთ ქართული ტელევიზიის ეთერში, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლოს არ ვიცნობ თქვენს ქვეყანას და ამის გამო უფრო ზოგად პასუხს გაგცემთ თქვენს შეკითხვაზე. როდესაც ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, აქ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ იმ გამონაბოლქვების ჭრილში, რომელიც გამოიყოფა ძრავების მუშაობის შედეგად. ყოველთვის მხედველობაში უნდა მიიღოთ საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის ფაქტორი და ჩემი რჩევაა, რომ ყოველთვის დათვალეთ და არასდროს ივარაუდოთ. ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება არის საჭირო და ხანდახან ახლის შექმნას, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყოველი ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას თან სდევს მილიონობით ტონა გამონაბოლქვის გამოყოფა. მეცნიერული მიდგომა და ინჟინერული ტექნოლოგიების სინთეზი ყოველთვის გვაძლევს საუკეთესო საშუალებას, რომ მივიღოთ ტრანსპორტირების სფეროში საუკეთესო გადაწყვეტები და რა თქმა უნდა, ეკოლოგიასთან ერთად ამ ყველაფრის ეკონომიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც იქმნება, ეკონომიკურად ეფექტიანი უნდა იყოს. ამ ნოტაზე ყოველთვის დათვალე და არასოდეს ივარაუდო. უნდა დავასრულოთ ჩვენი ინტერვიუ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი სტუმრობისთვის.
დღეს ამით გემშვიდობებით.